მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღონსი მადლობა იმის, რომ გამოწერები გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობთ, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ ესეთი კაშლა, ვის არ ასვენებს თქვენზე ფიქრები. ნახოთ, ვინ არის ის ადამიანი, ვისაც თქვენზე ფიქრები არ ასვენებს. საინტერესოა. და მე ნახოთ ესეთი კითხვით, რას ფიქრობს თქვენზეც, ხო? ანუ გარდა იმისა, რომ არ ასვენებს ფიქრები, ნუ რას ფიქრობს, ხო? რატო არ ასვენებს, რა აინტერესებს, ესეთი საინტერესოა. ვარიანტი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ყველასთან ერთნაირი ადამიანი არ იქნება და ერთნაირი სიტუაცია არ იქნება. ამიტომ ჯობია რომ გავაკეთოთ ვარიანტები და ახლა ვფიქრობ რითი გავაკეთოთ. ვარიანტი იყოს ეს. ძალიან მიყვარს ეს ქვები. ჩემი ყვარლიდან დურუჯის ქვები. ამ ჩანს. ეს ცოტა რაღაცა უცნაური არის. და რაღაცა არ დგება. როგორ დავაყენო? ეს დავიჭერ. მოდი ამას აქეთ გადმოვდგეთ, ხარე, აქედან არ გვაძლევს საშუალებას, რომ კარგად ჩანდეს და ესე გავაკეთოთ. მოკლედ ეს არის პირველი ვარიანტი, ეს არის მეორე ვარიანტი. განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება. და ვნახოთ, ისე უფრო ჩანს. ჩემი ნაკლები რაღაცა ძალიან უტყავენ. გვაწუხება, ხო? აშკარად. აი ესე გავაკეთეთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ამოირჩიეთ. არ მოგხდება აშკარად. ნაკლებს. დავაყენე. და ვნახოთ. ვინ არის ის ადამიანი, ვინც ფიქრობს თქვენზე და რას ფიქრობს? იმედი აირჩიეთ. მოდით მე მეორე ვარიანტს გადავდებ აქეთ. ხელი არ შეგუშალოს. პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეს? დიდი ქვამ. ნახოთ. ვინ არის? მოდით ჯერ ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ ამ ეტაპზე, რა ენერგიაში ხართ, ვინ ხართ? ვინ ხართ? მე ესე ვიტყოდი ადამიანი, რომელიც ახლა გამოდის რაღაცა ძალიან დიდი სტრესიდან, ძალიან დიდი ასეთი პერიოდიდან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის ძალიან მტკივნეული პერიოდი იყო, ხო? ვიღაცის შეიძლება კონკრეტული ადამიანის დაკარგვაც იყო, ვიღაცისთვის რაღაც შეიძლება სამსახური, ვიღაცისთვის, ანუ სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ხო? მაგრამ ნუ აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანმა საკმაოდ დიდი ტკივილი, დიდი განცდა გაიარა და ნელ-ნელა იწყებს გამოსვლას, ხო? ნუ უბრალოდ ნელ-ნელა გამოდიხართ უკვე ამ სიტუაციიდან და თავისუფლდებით აი ამ რაღაცა ტკივილებისგან და ემოციებისგან და აი იმ სირთულეებისგან, რომელიც თქვენთვის საკმაოდ ესეთი მძიმე პერიოდის განმავლობაში მოვიდა თქვენამდე. კარგით, ნახოთ, ვინ ფიქრობს თქვენზე? ვინ არის ის, ვინც თქვენზე ფიქრობს? ვინ ფიქრობს თქვენზე? ცოტა უცნაურია. ვინ არის, ვინ ფიქრობს თქვენზე? მოკლედ, ნახეთ, ვინ ფიქრობს თქვენზე, რო ვკითხულობ, ეს არის სიტუაციურ მდგომარეობას უფრო მაჩვენებს. დავიწყებ იქიდან, რომ ფიქრობს ადამიანი, რომელთანაც შესაძლებელია დასრულებული გაქვთ უკვე ურთიერთობა და რაღაცა ამ ეტაპზე გადის ისიც საკმაოდ დიდ ტრანსფორმაცია, შეიძლება ითქვას, ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად გადართულია. შეიძლება ამ ადამიანის გამოც გქონდათ ესეთი ტკივილები, იმიტომ რომ ეს ადამიანი აშკარად თქვენთან ანუ იყო სხვა ურთიერთობაში, სხვანაირ ურთიერთობაში, ხო? ანუ ურთიერთობაში, რომელიც ემოციას გვაძლევს, რომელიც რაღაცა გზნობას გვაძლევს, ხო?
აქ ეს არის ადამიანი, რომელმაც არასწორი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, ხო, არასწორი არჩევანი გააკეთა თავის ცხოვრებაში. გააკეთა იმიტომ, რომ თქვა შესაძლებელი ნახეთ როგორი მომენტი არის. გარდა იმისა, რომ აქ ადამიანი შეიძლება რაღაცა ურთიერთობაშიც გადავიდა, აქ შეიძლება ადამიანმა საერთოდ ისიც კი გითხრათ, რომ ამ ურთიერთობაზე მეტად მნიშვნელოვანი მისთვის ფინანსებია და ამიტომ მე უნდა წავიდე ურთიერთობიდან, ხო, არის ესეთი მომენტები ხომ. ეს არის წასული პარტნიორი, მოდით ესე უფრო მარტივად რო ავხსნათ, რომელმაც გააკეთა არჩევანი, გადავიდა ფაქტიურად, ესე ვთქვათ, უფრო მეტად თავის საქმიანობაში, თავის რაღაცა ცხოვრების დაალაგებაში, შესაძლებელია აქ ღალატის მომენტიც იყო და ურთიერთობის სხვა ურთიერთობაშიც წავიდა ადამიანი და საკმაოდ დიდი გულის ტკივილი, დიდი ესეთი რა იტყვიან ემოციური ტკივილი დატოვა, ხო, ანუ ფიზიკურ ტკივილს, ემოციურ ტკივილი ყოველთვის უფრო მძაფრად არის ხოლმე ადამიანისთვის. აი აქ ძალიან ესეთი მძაფრი ტკივილი დატოვა ამ ადამიანმა. ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის? ადამიანი, რომელმაც არც იქეთ გადადგა ნაბიჯი, არც აქეთ გადმოდგა, შესაძლებელია ეს ადამიანი თქვენი ყოფილი მეუღლეც იყოს, ვიღაცისთვის ესეც რეზონირდეს, ვიღაცისთვის იყოს დაოჯახებული მამაკაცი, რომელმაც მიიღო საბოლოო ჯამში ის გადაწყვეტილება, რომ თქვენთან დაასრულა ურთიერთობა, რომელმაც ფაქტიურად გავიდა და დაამთავრა ის ურთიერთობა, რომელშიც შეიძლება ძალიან დიდი ხანი იყავით, ხო, რაღაცა მომენტში შეიძლება ძალიან ბევრიც იბრძოლეთ ამ ურთიერთობისთვის, ძალიან ბევრიც გააკეთეთ ამ ურთიერთობის. ყოველ შემთხვევაში აქ არის ადამიანი, ვინც თქვენს ფიქრობს ეხლა ამ ეტაპზე დღე და ამ შეიძლება ესე ითქვას, ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრებიდან წავიდა, დაგტოვათ და აშკარად მოგაყენეთ ძალიან დიდი ტკივილი. მოდით ნახოთ ერთი რას ფიქრობს ეს ადამიანი, რატო ფიქრობს ამდენს, რას ფიქრობს. იცით რა არის, მე მგონი ეს ადამიანი ცოტა არ იყოს და რაღაცა აშინებთ ამ ადამიანს, რომ რას ფიქრობს? ფიქრობს იმას, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მოატრიალოს, რატომღაც ეგ მომენტი აქვს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მოატრიალოს სიტუაცია და მოვიდეს თქვენამდე, თუმცა მაინც აქვს ის მომენტი, რომ შესაძლებელია თქვენ არ მიიღოთ, ხო? თითქოს ადამიანს უნდა რაღაცა გაახლების მდგომარეობა, მაგრამ ხვდება, რომ აქ ესე მარტივიც არ იქნება გაახლების მდგომარეობა. არ ვიცი, ამ ადამიანის თვალში რატომღაც, ესე ვთქვათ, შეიძლება ვეძმაც ხართ, ადამიანი ჯადოქარი, რომელიც არ ასვენებს თუ რაღაცა მსგავსსაც აკეთებს, ხო? ანუ ვერ ახერხებს რაღაცა თავიდან ამოგიგდეთ. შესაძლებელია რაღაცა მომენტში ესე ვიტყოდი სინდისმა ხო არ შეაწუხა, ხო? ანუ ადამიანი რას ფიქრობს, რომ რაღაცეები გაუჭირდა. შეიძლება თქვენ მისთვის ძალიან კარგი ადამიანი იყავით, რომელიც ძალიან კარგად ეხმარებოდა თუ მეუღლე იყო ეს თქვენი, მაშინ ხო საერთოდ გასაგებია რაღაც და რატომაც შეიძლება გქონდეს ის სირთულეები, რომელიცაც თქვენ აგვარებდით, ხო? და საერთოდ არ ახსენდებოდა ამ ადამიანს შეიძლება არაფერი და ყველაფერი მოგვარებული ქონდა, ხო? ანუ ეს რას ფიქრობს ეს ადამიანი, იმას რომ საკმაოდ ცოტა ცივი ხართ, შეიძლება ითქვას, ხო? რაღაცა შეიძლება გქონდა მცდელობა თქვენთან კომუნიკაციის, რაღაცა დალაპარაკების, რაღაცნაირად გარკვევის სიტუაციის, მაგრამ ნუ თქვენ არ მიიღეთ, ხო? ანუ არანაირი სურვილი არ მაქვს საუბრის და არანაირად და შენთან კომუნიკაცია, ხო, რაღაც ეს მომენტიც არის. რას ფიქრობს კიდე ეს ადამიანი თქვენზე? იმას, რომ ცოტა სირთულეების მომენტები გაქვთ და შესაძლებელია ფიქრობს იმას, რომ თავს ცოტა უცნაური ადამიანია, ესე ვიტყოდი.
თან იმას ფიქრობს, რომ ყველაფრის მოტრიალების მდგომარეობა შეუძლია, თან იმას ფიქრობს, რომ არაფრის მოტრიალების საშუალება არ აქვს და ძალიან ცივი ხართ, თან იმას ფიქრობს, რომ გაგიჭირდება და თქვენ თვითონ მიხვალთ, ანუ აშკარად ადამიანი ვერ გაფასებთ ბოლომდე კარგად, რომ ამას ამბობს, ხო, რომ გაგიჭირდებათ ძალიან და რომ მიხვდებით, რომ აი ეს თქვენი რაღაცა შინაგანი ეგო გეტყვით, რომ მე აღარ შემილია და ცხოვრებას ვეღარ ვახერხებ წინ წასვლას, მაშინ უკვე თქვენ უბრალოდ ამადამე და როდესაც უმოქმედობაში ჩავარდებით, შეიძლება მატერიალური მომენტების პრობლემა გქონდეთ, შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობაში არ დაგილაგდეთ და აი მაშინ მიეცემა ადამიანს საშუალება იმისი, რომ რაღაცა გამოვიდეს თქვა თქვენთან კონტაქტზე და შეიძლება გულწრფელად გეტყვით, შეიძლება ადამიანმა ნიშნის მოგებითაც კი გითხრათ ის მომენტი, რომ აი ხო ხედავ მარტო მე კი არა, სხვასთანაც კი ვერ აი კიდე კარგად გიტანდი მე. აი არ ვიცი რატომ მომდის ეს, მაგრამ რაღაცა ძალიან ისეთი არასასიამოვნო ადამიანის მომენტი არის, რომ ანუ ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თქვენ რაღაცა ეტყობა როგორც ჩანს აი ამ სიტუაციაში ხარ ძალიან ცუდად იყავით და გამოდიხართ ფიქრობს ალბათ რომ ისევ ცუდად ხართ და ამ სიტუაციიდან ვერ გამოხვალთ ხო არ ვიცი რატომღაც ესეთი მომენტი აქვს ამ ადამიანს და ფიქრობს იმას რომ საბოლოო ჯამში დაგამარცხებთ არ ვიცი რატო გებრძვით ეს ადამიანი რაზე გებრძვით საერთოდ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ნუ ადამიანი ესე ფიქრობს რომ მოტრიალდება ყველაფერი ვერ გადაალახავთ სირთულებს და საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ თქვენ თვითონვე შეეხვეწოთ. ნუ თუ თქვენი ურთიერთობა იყო რაღაც მომენტში, მოდით ვთქვათ, მეუღლე არ ახართ და თქვენ ან თუნდაც მეუღლე ხართ, მაგრამ თქვენ ურთიერთობაში მესამე პირების მდგომარეობა იყო და არაპატიეთ, ხო? და გაუშვით ადამიანი, შეიძლება ფიქრობს, რომ მოგენატრება და მე მეტყვი რომ ვინც გინდა ის გყავდეს და მოდი სახლშიც იყავი. ალბათ აი ის დამოკიდებულება აქვს ადამიანს საკმაოდ ძიმე და რთული პიროვნება არის მე ესე ვიტყოდი. ხო აქ უფრო ოჯახური სიტუაციების მდგომარეობა რო იცოდეთ, აი თქვათ ვისი მეუღლეც წავიდა, ხო აი რაღაცა მიგიყვანი იქამდე რომ გაგიჭირდეს რომ მე შენ იქეთ შემეხვეწო, რომ შენი საყვარელიანად იყავი სახლში. აი რაღაცა ეს მოდის აქ ძალიან ცუდი დამოკიდებულება მე თუ მკითხავთ აი ესეთი სიტუაცია პირველი ვარიანტი. აი ესეთი ადამიანი ფიქრობს თქვენზე და აი ესეთ ფიქრობს ასე რომ არავის არ მისცეთ მაგისი ისე ვთქვათ არავის არ გაუმართლოთ მაგ კუთხით რომ თქვენ არ დადგეთ ფეხზე, იმიტომ რომ თქვენ აუცილებლად უნდა ეს ზუსტად მაგიტომ უნდა დადგეთ ფეხზე რომ მსგავს ადამიანებს კოზინაცარში ჩაუგდოთ, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის აქ. და მეორე ვარიანტი ვინც ერთია, იმედია დავაყენებ ამას. იმიტომ რომ ძალიან აბრაზებს, აი, всё, გას. ვინც მეორე ვარიანტი ერთია, ნახოთ აბა თქვენ სიტუაციაში ვინ ხართ თქვენ? და მე ნახოთ ვინ ფიქრობს თქვენზე და რას ფიქრობს თქვენზე. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი პრინციპული, შეიძლება ვიღაცას ჰაერისტიკის მომენტიც იყოს, ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომელიც აზროვნებს, ამასთან ერთად ხართ ძალიან თბილი და მოსიყვარულე, ძალიან ესეთი ემოციური მომენტი. ნახეთ, აი მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც დაბალანსებულია. რაღაცა მე ალბათ შეგატარებდით მაგალითად ტყუპებს ზოდიაქოს ნიშნის ხალხთან თან ესეთი ჰაერი და თან საკმაოდ თბილები არიან ტყუპები როგორც ასეთი აქვთ ეს რაღაცა ემპათიის უნარი და აქვთ რაღაც ესეთი რომანტიკული ხასიათი ესე ვთქვათ, ხო? აქ არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ესეთი ქალბატონი, რომ ძალიან ესეთი პასუხისმგებლობიანი, ძალიან ესეთი შეიძლება ითქვას მეოჯახე, ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაოდ ესეთი ძლიერი ოჯახი, თბილი,
ამავე დროს უნდა იყოს ისეთი გაწონასწორებული, ამავე დროს უნდა კონდეს რაღაც ისე დაალაგებული ყველაფერი თავ-თავის ადგილას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ანუ უბრალოდ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ოჯახური სიტუაციები, ოჯახური ტრადიციები, შეიძლება ითქვას, ხო, ადამიანი, რომელსაც გონებთ აი პასუხისმგებლობა, ემოცია, სიყვარული, ურთიერთობები, პრინციპები, აი ყველაფერი თავ-თავის ადგილას რო აქვს დაალაგებული და ყველაფერი ცოტ-ცოტა და საბოლოო ჯამში ერთ ძლიერ და ესეთ საკმაოდ სამართლიან ადამიანად აყალიბებს, ხო, აი რაღაც ეს მომენტია ესე რო აღხსნა. ძალიან კარგი, საკმაოდ კარგი ადამიანი ხარ, რო გითხრათ ახლა ამ ეტაპზე რამე რთული პერიოდია, არ არის ისეთი რთული პერიოდი, ну შეიძლება აქ რაღაცა მომენტები გქონდეთ ყოველდღიური ფაქტორები, როდესაც არის, ხო, რაღაცა ვთქვათ, ყოველდღიური სიტუაციებიდან გამომდინარე სირთულეები, მაგრამ არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც თქვათ ამ ეტაპზე თქვენთვის რაღაცა დამანგრეველია, ან რაღაცა გულსატკენია. მოდით ნახოთ, ვინ ფიქრობს თქვენზე. ვინ ფიქრობს თქვენზე? ну არ ვიცი რა ხდება აქ. აქ ფიქრობს ადამიანი წარსულიდან თქვენზე წარსულის ადამიანი. მოდით ნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი, ვინ არის? პირდაპირ იმპერატორი. ну აქ ვიღაცისთვის შეიძლება ითქვას, აქაც ესეთი მომენტია წარსული ადამიანი, რომელიც თქვათ მაგრამ ნახეთ, მე ესე უფრო დავინახავ, წარსული ადამიანი კი არა და აქ ფიქრობს ადამიანი პირიქით, რომელსაც ძალიან დიდი პრობლემები მოიტოვა უკან. ადამიანი, რომელსაც ქონდა რაღაცა შეიძლება ძალიან ბევრი გაუგებრობების მომენტი. აი რაღაც უცებ აბსოლუტურად სხვანაირად წამოვიდა ენერგია. ადამიანი, რომელსაც გაიარა ტკივილები, რომელსაც გაიარა რაღაცა ცუდი პერიოდები, როდესაც რაღაც შეიძლება არც უნდა რაღაცნაირად სიცოცხლის მომენტები, როდესაც ყველაფერზე ხელი ქონდა ჩაქნეული, ხო? ოღონდ ეს მისთვის წარსულის მდგომარეობა არის. ესე ვიტყოდი, არის ესეთი ადამიანი. თავად იმპერატორი, თავად ან მამაკაცი, შესაძლებელია მამაკაცი ეს იყოს. ну ვიღაცისთვის შეიძლება თავისი უფროსიც იყოს, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება დაოჯახებული ადამიანი იყოს, ვიღაცისთვის შესაძლებელია ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი პრინციპები, თავისი სტატუსი, თავისი რაღაცა მიდგომები ცხოვრებისეულად, ადამიანი, რომელიც მიდის წინ, რომელთან შესაძლებელია ახალი ურთიერთობა გაქვთ, იმიტომ რომ აქ ნახეთ უფრო მეტად მაჩვენებს ამ ადამიანის მდგომარეობას წარსულში, მაგრამ დღესდღეობით აქ ურთიერთობის წინაშე გახართ. შეიძლება აქ რაღაც ცოტა მომენტი არის, აი ნახეთ, ხლების დედოფლიდან თასების დედოფალი ამოდის და ანუ შეიძლება რაღაცები არ გქონდათ უკვე ჩაქნეული რო აქ ხელი ადამიანებს, ხომ რომ აი არ გამოდის და მორჩა და ამ ადამიანმა ზუსტად ის ენერგია შემოიტანა, ზუსტად ის ემოცია შემოიტანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? ქალბატონებისთვის რაღაცა ემოციის, რაღაცა სიყვარულის პეპლები მუცელში და ასე შემდეგ, ხო, რაღაც თავის გაბრანჭვის მოულის და ასე შემდეგ. ახლა აქ ურთიერთობა არის ახლებურად დაალაგებული სიტუაციები. ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის კიდევ? რას გვეტყვი? ადამიანი, რომელმაც აი მართლაც რომ შეიძლება ითქვას ძალიან დიდი რთული სიტუაციები გამოიარა, მაგრამ ამ ეტაპზე საკმაოდ ისეთი შემდგარი ადამიანია, რომელმაც რო იტყვიან ფენიქსივით გაიღვიძა, გამოფხიზლდა და წინ თავისი წარმატებისკენ, თავისი სწორი ცხოვრებისკენ გადადგა ნაბიჯები, ხო? ეს ახალი ურთიერთობაა, ჩემო კარგებო, აქ არის ადამიანი, რომელმაც შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება, ან შესაძლებელია რაღაცა გადაწყვეტილების წინაშეც იდგეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის ისეთი მომენტი, როდესაც აქ არის ურთიერთობა, ახალი მდგომარეობის. ნახეთ, ეს არის მომენტი, როდესაც თქვენზე ფიქრობს ადამიანი, რომელთანაც გაქვთ ამ ეტაპზე კომუნიკაცია ან რაღაცა ესეთი ფლირტის მდგომარეობა, ხო? აი ახლებური განახლებული სიტუაციის მდგომარეობა არის, არ არის რაღაცა ძველი ურთიერთობის ან რაღაცა ძველი
მდგომარეობის სიტუაცია. უბრალოდ აქ არის ერთი რამ ისეთი სირთულის მომენტი, რაღაცა ნახეთ, აქ არის პასუხისმგებლობებით სავსე ადამიანი, რომელსაც შესაძლებელი აქ მარტივად არ იყოს თლად ესე თქვენი ურთიერთობის სიტუაცია, ამიტომ ცოტა ფრთხილი უნდა იყოთ ამ სიტუაციაში. კი, ძალიან კარგია, რომ ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს, მაგრამ არჩევანის წინაშეც რო დგას, ცოტა რთულია არჩევანი გავაკეთოთ. არჩევანი ყოველთვის მძიმედ მოქმედებს, მით უმეტეს მამაკაცებისთვის ქალბატონები უფრო მარტივად აკეთებენ ხოლმე არჩევანს, თვალებს ხუჭავენ და ესე აკეთებენ და მამაკაცები ვერ. აქ არჩევანი, აქ არის ურთიერთობა, სადაც რაღაცა არჩევანის წინაშე დგახართ. აი ესეთი ადამიანი ფიქრობს თქვენზე. და რას ფიქრობს თქვენთან მიმართებაში? რომ უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და დაიწყოს მოქმედება, დაიწყოს რაღაცა ნაბიჯების გაკეთება, დაიწყოს რაღაცა დალაგება სიტუაციის. რას ფიქრობს? ეჭვიანობის მომენტები აქვს, ემოციური მომენტები აქვს. აშკარად აქ ხო გონებით, აქ არის გრძნობების მორევი, რომელიც ადამიანს თქვენს მიმართ აქვს და შესაბამისად იმიტომაც არის, რომ თქვათ ეჭვიანობს, ხო, რომ რაღაცა ეიშინია ურთიერთობის. აქ არის ურთიერთობა და რას ფიქრობს? ნახეთ, მოდით ესე გეტყვით, რას ფიქრობს ეს ადამიანი? რაღაც მომენტში ეს ადამიანი აანალიზებს ყველაფერს, კიდევ ერთხელ გეტყვით, აქვს ეჭვიანობის მომენტები, ხშირად ფიქრობს კიდევაც, რომ კომფორტის ზონის დარღვევა მოუწევს, ამიტომ ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან ეს მისი რაღაცა პრინციპის მომენტი არის, შეიძლება მისი სტრატეგია არის ყოველ შემთხვევაში და მე არ ვიცი რატო ფიქრობს ეს ადამიანი, მაგრამ ფიქრობს, რომ თქვენ კარმული ურთიერთობა გაქვთ და ფიქრობს იმას, რომ რაღაცა შემთხვევით არ ხართ მის ცხოვრებაში და ეს შანსი უნდა გამოიყენოს. რაღაც მომენტში აი ეს მდგომარეობაც აქვს ამ ადამიანს, რომ უნდა თქვათ დაიცვას თავისი პოზიციები, ხო, თქვენთან ურთიერთობის პერიოდში თუ სხვა ადამიანებთან და დაიცვას ეს თქვენი ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში ადამიანი ამ პასუხისმგებლობას აშკარად გრძნობს, რომ დასაცავი შეიძლება კონდეს ურთიერთობა და უნდა დაიცვას, ხო, უნდა იმოქმედოს. აქ მე ესა ვიტყოდი, რომ ადამიანი ფიქრობს უფრო ურთიერთობის გაღრმავებაზე, დალაგებაზე, ну აქ თუ ის მომენტი არის, რომ თქვათ პარტნიორი, ანუ ეს ადამიანი, რომელიც თქვათ არის კონკრეტულად პირდაპირი მნიშვნელობით, არა უბრალოდ პრინციპები და პასუხისმგებლობები და თავის რაღაც მომენტები, არამედ თქვათ არის ის მომენტი, როდესაც არ შეიძლება ურთიერთობის მომენტი რო გვაქვს, ხო, თქვათ დაოჯახებული ან თქვენი უფროსია, ხო, ну სამსახურებრივი რომანი ესე რო ვთქვათ და აქ რაღაც მსგავსია ადამიანი მაინც ეცდება, რომ დაარღვიოს ეს რაღაცა სიტუაციები და ურთიერთობას სადოს. გეტყვით, რომ ფიქრობს იმაზე, რომ როგორ დაალაგოს ისე, რომ არ წვადი დაწვას, არ ჩამფური და ყველაფერი რაღაცა ესე ანუ შვიდა და წყნარად მოაგვაროს, ხო, რაღაცა, არ ვიცი, ხა ორ სკამზე დაჯდება თუ თანამშრომლებს დაემალება თუ რა იქნება, არ ვიცი, ხო, ვისთან როგორ რეზონირდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი ეცდება, რომ აქ ურთიერთობა არ დაასრულოს და პირიქით, რაღაცა გააღვივოს უფრო მეტად და უფრო მეტი წინ ნაბიჯების მდგომარეობაც ქონდეს. აი ამას ფიქრობს ეს ადამიანი. მოკლედ ესეთი გამოვიდა ორი ვარიანტი. მე რა თქმა უნდა ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს. ну ვისთვის რეზონირდება კი დაწერთ და მადლობა, იმიტომ რომ ეს ძალიან სასიამოვნოა და ძალიან მეხმარებით, რომ ვიდეოები სხვასაც შეხვდეს, მეტი გამომწერი იყოს და მადლიერი ვარ ამისთვის ნამდვილად. თითოეული თქვენთაგანისთვის და მოკლედ წარმატებები კიდევ ერთხელ დროებით გემშვიდობ.